ვფიქრობ, საქართველოში სტარტაპერობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია გამოცდილების გაზიარება მათთვის, ვინც ახლა იწყებს ან ჯერაც არ დაუწყია ამ სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმა. ტექნოპარკის პროექტების უმეტესობაც ასეთია. ჩვენ ვეძებთ ისეთ ადამიანებს, ვისაც მრავალფეროვანი გამოცდილება აქვთ და მათი ისტორიებით შესაძლებელია მონაწილეებს სტარტაპერობის სურვილი გაუჩნდეთ. ამჯერად კახეთის იმ მუნიციპალიტეტს ვესტუმრეთ, სადაც ტექნოპარკი არაა და ჩვენ ტრენერებთან ერთად 500-მდე მონაწილეს ვესაუბრეთ. ამ პროექტში ერთ-ერთი ტრენერი იყო თორნიკე, რომელიც ტრენინგის დაწყებამდე ბათულზე ერთობოდა. როგორ შეიძლება ასე მოქცეო? ჩემ გარეშე. და რა თქმა უნდა, მე შეუერთდი. ხმურობა იქით იყოს და თორნიკე ადვერტაიზერი რობოტი პიკოს შემქმნელია. გამარჯობა, მე პიკო ვარ. პრომოუტერი რობოტი. მე შემიძლია დაგეხმარო პროდუქტის გაყიდვაში. მალს უცოტა ხნის წინ 100,000 ლარის ინვესტიცია მოიზიდა და თავისი ადვერტაიზერი რობოტების განვითარებაზე მუშაობს. სწორედ ამაზე და კიდევ ბევრ სხვა საინტერესო თემაზე ესაუბრება ის ახლა მონაწილეებს. მაგრამ მანდა საფარდება კიდე და რა თქმა უნდა ჟანგბადი იმედა. საბოლოო ჯამში ჩვენი მიზანია მონაწილეებს ამ ისტორიებით დაინტერესებასთან ერთად ქმედებისკენ მოუწოდოთ, რომ ახლავე დაიწყო რამის კეთება, მიუხედავად იმისა, გამოუვათ თუ არა. ამ 500 მონაწილიდან თუნდაც 10-მა მაინც თუ შეძლო ამის გაკეთება, ვფიქრობ პროექტმა გაამართლა.